მოგესალმებით, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ, საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება. იმედი მაქვს, ნამდვილად. ხო, რაღაცა ესეთი პერიოდი გვაქვს, ესეთი სიტუაციები გვაქვს, რომ რთულია ხოლმე რომ შეინარჩუნო ესე პიროვნული ბალანსი და პიროვნული სიმშვიდე, როდესაც საზოგადოებრივად უშუალოდ მასობრივად ხდება ესეთი ცვლილებები და ესეთი გადატრიალებები. და აი ამ მასობრივ ნაწილში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაალაგდება ისე, როგორც საჭიროა და როგორც არის ჩვენთვის უკეთესი. ხოლო უშუალოდ პიროვნულ ენერგიას მივხედავთ ახლა ამ მომენტში ამ გაშლაში და დავიწყებ პირდაპირ დღის რქა. ეს იქნება ნომერზე. მოგესალმებით. დავიწყოთ. კი ბატონო, მოგესალმებით დღის რქა. და ნახოთ რა უნდა იცოდე დეკემბრის ბოლომდე. რა უნდა იცოდე? Love. I commit to the practice of seeing the good in all things. Მაგრამ დღესკებმა უბრალოდ უნდა დანერგონ პრაქტიკა უნდა დანერგონ, რომ ყველაფერში დაინახონ კარგი. ეს როგორი მომენტია? კი რა თქმა უნდა, რაც რაღაცა ცუდი ხდება, იმას ამბობ, რომ ცუდია რაღაცა, იმაში და ნამდვილად ხედავ, მაგრამ ამავდროულად უნდა შეგეძლოს ადამიანს დაინახო კარგიც, როცა რაღაცა მთავრდება, ხო? ის იმიტომ დამთავრდა, რომ საჭირო იყო რა დამთავრებულიყო და რაღაცა ახლისთვის დაეთმობა დრო. თან ამავდროულად კიდე რომ გავითვალისწინოთ რაღაცები, როდესაც გვინდა ადამიანებს, ხო, ვამბობთ, რომ ეს მინდა. სამყარო საოცრად მოაქვს ეგ რაღაცა, რაც გინდა. უბრალოდ უნდა იცოდე, რომ ეს გინდა, ნამდვილად გინდა, მაშინ ის რაღაცები რაც არის და ადგილი რომ გათავისუფლდეს, რაღაცები უნდა წავიდეს. ეგეთი ამბავია, რატომღაც ამ იმაში ხო, ამ ენერგიაში. ყოველ შემთხვევაში უბრალოდ პრაქტიკა იმისი, რომ ყველაფერში კარგი დავინახოთ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი უნარია და მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. კარგი, ნახოთ რა უნდა იცოდეს დღის რქამ. ცხრიანი მონეტები მაქვს. და ძალის კარტი მაქვს, strength, long-თან შეიძლება გქონდეთ ურთიერთობა. სხვა მეწის დეკიასთან, იგვარსკვლავით ჩანდა. ეს არის უბრალოდ ძლიერად, ყარად გახარ შენთვის, კომფორტულად, კარგად, ეს ცხრიანი მონეტა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არის რაღაცები, რაც შენთვის სრულიად საკმარისია, კი შეიძლება არ გქონდეს იმდენი, რომ სხვას გაუზიარო და სხვას მისცე ენერგია, მაგრამ ეს არის მარტოხელა ადამიანის ენერგია, ხო, ადამიანი, რომელიც დგას მყარად, ძლიერად და ეს რაღაცა გამუდმებითი წუხილი ნერვიულობა და სურვილი და ესეთი რაღაცები არ აქვს, რომ მაინც ურთიერთობაში უნდა იყოს, ან სხვა თუ არ არის მის ცხოვრებაში, მისი ღირებულება ნულია, რაღაცა ესეთი არ არის რა. საკუთარი თავის ღირებულებას ვამჩნევთ, საკუთარი თავის ფასს ვამჩნევთ და ძალის კარტი მეუბნება, რომ რაღაცა კონკრეტული ვივსებთ ენერგიას ის სულის ჩაკრის ნაწილი რაც არის, მაგრამ მაგას ვასუფთავებთ და ვივსებთ ენერგიით, რომ შემდეგ გადავდგეთ ნაბიჯები ახალი. ხო? კი ბატონო, ნახოთ რა უნდა იცოდეს დღის რქამ. მაგ ხუთიანი კვერთხები, ეს არის კამათი, კონფლიქტი, კონკურენცია. 6-იანი თასები მაგ დასტის ბოლოში შეიძლება ეს იყოს მეგობართან კამათი. მეგობართან კამათი შეიძლება იყოს, ნახოთ კიდე რა არის, 2-იანი კვერთხები, ეს შეიძლება იყოს გზაზე წასვლასთან დაკავშირებით კამათი, სადღაცა გინდა რომ წახვიდეთ და შენ მეგობართან, ან არ არის აუცილებელი, მაგრამ ის მეგობარი იყოს, ოჯახის წევრი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც გიყვარს ხო, რომანტიკული ინტერესია შენი, შენ მეუღლე შეიძლება იყოს შეყვარებული, რაც გინდა რა ფორმაშიც უნდა. მაგრამ იქ რადგანაც ცხრიანი მონეტა მაგ არ აქვს მნიშვნელობა ამას ყავს ვიმეგვერდით ან რაღაცა, უბრალოდ დეკემბრის ბოლომდე რაღაცნაირად შინაგანად გრძნობ აი ამ დამოუკიდებლობას, ხო?
დამოუკიდებელი ხარ რაღაცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, რაღაცა გადაწყვეტილების მიღება გინდა, თუნდაც სადღაც წასვლა გინდა და ამასთან დაკავშირებით ცოტა კონფლიქტური საუბარი ხდება ადამიანთან, რაღაცა კამათი ხდება, კონკურენციაც შეიძლება იყოს, ხო? იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გაკეთება გინდა, სადღაცა გინდა წასვლა, იქ მონეტების დედოფალიც იყო ენერგია, რომელიც მეუბნება, რომ რაღაც გაკეთება გინდა ისეთის, რაზეც გიწევს ადამიანებთან რომ შეათანხმო, მაგრამ ამავდროულად ხვდები იმას, რომ არ არის აუცილებელი რომ ადამიანთან შეეთანხმო რაღაცეები და უბრალოდ უნდა ადგე და გააკეთო და დაიწყო რაღაცეების კეთება, თუ გინდა რომ ამას შედეგი ქონდეს შენთვის კარგი, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება მოდი ესე ვთქვათ, გვინდა არ გვინდა, ყველა ადამიანი ეგოისტია. ეგოს გამოხატულება ეგოიზმი არის ძალიან მწვავე ფორმაშიც, ლაით ფორმაშიც, ასევე არის ნეგატიური დადებითი გამოხატვაც აქვს, ხო? ეგო არ არის რაღაც მაინდა-მაინც კონკრეტული ცუდი რამე. უბრალოდ რჩევის მოცემის მომენტში ადამიანს რაღაც გითხავ, თუ ესეთი თემაა, სადაც ის ადამიანიც არის გარეული, რა თქმა უნდა, ის ადამიანი მოხსენს ისეთ რჩევას, რომელიც მისთვისაც კარგი იქნება. და შეიძლება საბოლოო ჯამში შეგდეს ფლად ბოლომდე კარგიც არ იყოს, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში რაღაც გაკეთება, რაც გინდა რომ გააკეთო. ადეგი გააკეთე, მიიღე გადაწყვეტილება და დაუჯერე შენ თავს, ერთ შევა ესე კონკრეტულად ვინმეს რო კითხოთ რაღაცა არ არის საჭირო, ხო? კი ბატონო, კიდე რა უნდა იცოდე? ხის კამერა უნდა იცოდეს, კი ბატონო. სამიანი თასები მაქვს ამოვარდნილი, ერთი კარტი მინდა, კი ბატონო, ცხრიანი კვერთხები და თავარი. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ჯანმრთელობასაც შეიძლება ეხებოდეს მოულოდნელი კაციება რაღაცა, ამას შეიძლება შეეხოს 6-იანი კვერთხები მაქვს, კოშკის მერე და მაქვს Ace of Cups, შეიძლება სრულიად ახალი ემოცია შემოდიოდეს შენამდე, ემოცია გრძნობა ისეთი რამ არის, რაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრმა გარემოებამ და სიტუაციამ, ხო? ყოველ შემთხვევაში 9-იანი კვერთხები მეუბნება, რომ არის რაღაცეები, რაც უკვე გავლილი გაქვს, საიდანაც გამოხვედი საკმაოდ ესე წარმატებული, გამარჯვებული და ამას შეიძლება აღნიშნავდე, ხო? შეიძლება აღნიშნავდე ადამიანებთან ერთად, ახალი წლების პერიოდი მოდის, არ ვიცი, ისეთ როგორ შეგვიძლია ესე აღნიშნოთ ხოლმე, ისე ვატარებთ დროს, შეიძლება ატარებდე მეგობრებთან ერთად დროს, შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდე დროს. ყოველ შემთხვევაში აქ ესეთი რაღაც მაქვს, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც რაღაცა ნაწილი იქნება ის, რაც შენ გიწევს ხალხთან ურთიერთობა და კონტაქტი და კომუნიკაცია, მაგ სიტუაციაში ცოტა სამხიარულო პერიოდია, რაღაცნაირად ზეიმის ელფერი დასდევს, რაღაცა ესეთი გართობის ელფერი დასდევს, მაგრამ ამავდროულად აი რაღაცა პერიოდის მომენტში, აი ამ გართობის მომენტში და ასე შემდეგ, რაღაცა ისეთ ამბებს იგებ, რაც ჩემთვის სასიხარულოა რაღაცნაირად გიხარია, ანუ ადამიანები რაღაცა კარგს გეუბნებიან, ხო? შეიძლება თავიანთ ცხოვრებაში ხდება რაღაცა ისეთი, რაც ჩემთვის მოულოდნელია, ან შეიძლება პირადად შენ ცხოვრებაში ხდება რაღაცა მოულოდნელი შენთვის. რადგან ამ პერიოდში გაიგებ, ხო? ან შეიძლება ეს საქმე გამოგივიდეს რაღაცა კონკრეტული წარმატებულად დაასრულო რაღაცა პროექტი, ხო? შეიძლება ეგ მომენტი გქონდეს რაღაც წამოვიდეს წინ, ინფორმაცია მოვიდეს შენამდე ვიღაცამ დაგირეკოს, ან უფროსმა, ან მენეჯერმა, ან რაღაცა და გითხოს, ან დაწინაურებული ხარ, ან პრემიას იღებ, ან დაზონებოდ მიდიხარ სადღაცა და ვიღაცა გეპატიშება და შეიძლება ეგ ამბავი იყოს, ხო? ყველანაირი რაღაც შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ერთი ეს არის, რომ პრაქტიკა იმის რომ ყველაფერში დავინახოთ სიყვარულის თვალებით შევხედოთ და სიყვარული დავინახოთ ყველაფერში. ამავდროულად მეგობრებთან კომუნიკაცია, კონტაქტი, რაღაცეები იქნება კონფლიქტური, რასაც უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება და შენთვის მნიშვნელოვანი რაც იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც არის შენთვის ყველაზე კარგი ის გადაწყვეტილება მიიღე. ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ამ შემთხვევაში. კი ბატონო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ. თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ შემეხმიანოთ პირად გასვლასთან დაკავშირებით და გადავალ მერწყულის ნიშანზე, მერწყული იქნება. კი ბატონო, კარგად ავჭიხოთ კარტი. და მივეცამები მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს და ნახოთ რა უნდა იცოდეს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანმა დეკემბრის ბოლომდე. რა უნდა იცოდეს, კი ბატონო, გაფრინდა. Peace, სიმშვიდე. I am being of love and a release of negative energy. კი ბატონო, მაგათ ნეგატიურ ენერგიას უშვებთ. მერწყულის ზოდიაქოს ნიშნები, რაც ძალიან მიხარია. ანუ თქვენგან უშვებთ იმ რაღაცა კონკრეტულ ნეგატიურ აი ეს პატარ-პატარა წერტილებს, რაც არის დარჩენილი პატარ-პატარა მოგონებების სახით, ხო? ნეგატიურ ენერგიას რა აკავებს ხელში?
ბოდიშით რა ყავს ნეგატიურ ენერგიას ხო და როგორ ჩება ნეგატიური ენერგია ადამიანის გონებაში სხეულში და ასე შემდეგ ხო რაღაცა ფაქტები არის რაც გვათრიგერებს ანუ ტრიგერ პოინტებად გვაქვს დარჩენილი წერტილებად რომელსაც ანუ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში იმიტომ რომ შეიძლება კიდე სხვანაირი ახსნას კონდეს და სხვა ადამიანმა სხვანაირად აგიხსნას მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში რასაც მე მეუბნება რომ I am being of love and I release all negative energy აქ მაგის მომენტი რომ შენი გონება რაღაცა ინფორმაციებს რასაც ინახავს და ნეგატიური განცდები გქონდა იმ სიტუაციებში იმ კონკრეტულ სიტუაციებს უშვებ და უშვებ იმ სიტუაციებს სიყვარულით ანუ უბრალოდ ხვდები იქ იმ სიტუაციაში შენი როლი სად გადიოდა შენი პასუხისმგებლობები სად გადიოდა შენ თავს პატიობ გარემოს და ეს როგორ რაღაც საკეთებ უბრალოდ ანუ იმას რომ ეს გავლილი გაქვს უკვე ეს ყველაფერი და კვლავ აღარ გამეორდება და არ არის საჭირო რომ დავრჩე აი ამ ემოციაში ამ ენერგიაში დავრჩე ხო და თითქოს და აი ამ ენერგია ანუ გადაწერა ხდება შენ გონებაში რა ანუ ამოშლა ხდება ესეთი რაღაცების და ნეგატიურ ენერგიას უშვებ შენი თავიდან კი ბატონო, შენივე თავი ამოვიდა King of Swords. მერწყული King of Swords, Justice. And Page of Wands. მოკლედ რაღაცა გვაინტერესებს, მერწყულებო, რაღაცა გაინტერესებს. და შეიძლება მოითხოვდეს რაიმე კონკრეტულ სამართლებრივ ფორმა კონდეს რაღაცნაირი დოკუმენტაციის სახე კონდეს კონტრაქტზე კონდეს ხელმოსაწერი. ნუ ყოველი შემთხვევაში მეუბნება რომ რაღაცის სწავლა გინდა, რაღაცის გაგება გინდა, რაღაცის შემოტანა გინდა ახლის ცხოვრებაში, რასაც ძალიან ბევრს ვფიქრობ. Page of Wands and Hermit და Page of Wands მეუბნება რომ შენ ძალიან ბევრი გაქვს ნაფიქრი რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაზე, რაზეც ანუ აი რის გაკეთებაც უკვე გინდა, ხო? ამის უკანაც მაგ Knight of Cups and Death. სიკვდილის კარტი ან ტრანსფორმაცია, ხო? და Knight of Cups. ეს მეუბნება იმას რომ შენ გინდა რომ ნაბიჯი გადადგა სადღაცა, სადაც რაღაცის შეცვლა გინდა. რაღაცა კონკრეტული სიტუაცია გაქვს, სადაც შენ რაღაცა გააკეთე უკვე, რაც არ მოგეწონა, რაც არ მოგწონ, შედეგი არ მოგეწონა. შეიძლება იმ მომენტში იმ სიტუაციაში არასწორად მოიქეცი ხო ან არასწორად განვითარდა სიტუაცია ცოტა სხვანაირი შედეგი გინდოდა რომ გქონოდა მაგრამ ეს შედეგი ნუ ფაქტია რომ არ გამოვიდა რაღაცა არის რაღაცა მოცემულობა გაქვს რისი შეცვლაც გინდა და აი ამის შესაძლებლად მე კარტები მეუბნება რომ უკვე ბევრი გაქვს ნაფიქრი იცი უკვე სწორად როგორ უნდა მოიქცე იმ სიტუაციაში და რა იქნება ყველაზე სწორი და მართალი რომ მოიქცე იმ ადამიანთან თუ ადამიანთან აპირებ ნაბიჯის გადადგმას იმიტომ რომ მაინც Knight of Cups მაგ ეს არის სიყვარულის გაწვენა ადამიანისთვის რომ მიტანა ადამიანთან სიყვარულის ენერგიის შეიძლება მანამდე ეს სიყვარულის ენერგია ცადე რომ მიგეტანა და ეს როგორც გქონა მიტანილი იყო უფრო მეტად ნეგატიური ენერგიით ტოქსიკური ენერგიით იყო სავსე იმ კუთხით რომ შეიძლება აპირებდი მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა გქონოდა ხო ეს არ არის გამორიცხული ანუ ძალიან მარტივი ფორმა არის ყველა აზოგი თანახმა აზოგი არ არის თანახმა მაგრამ აქ აშკარად ემოციური გზნობა მაქვს შენგან ემოცია მაქვს ჩადებული ანუ ეს არ იქნება მხოლოდ რაღაც ფიზიკური დონის ურთიერთობა და გინდა რომ რაღაცნაირად გამოიძიო ადამიანთან ეს ზუსტად როგორ შეიძლება რომ განვითარებულიყო მე თუ ესე მოვიქცეოდი ამ ადამიანთან და მოვიქცეოდი სწორად ამ ადამიანთან ესეთი მდგომარეობა გქონდეს ხო? ან შეიძლება პირიქით შენ მიმართ არის ვიღაცა ადამიანი ასე განწყობილი და ეს ადამიანი შემოდის შენამდე. კარგი ნახოთ რა უნდა იცოდეს მეთქმა. კი ბატონო, ცხრიანი კვერთხები ბევრგან ამომდის, ბევრ დასტაში ამომდის. ცხრიანი კვერთხი Queen of Pentacles, ცხრიანი კვერთხი მაქვს მონეტები, ოთხიანი ხნები მაქვს ბოდიში. გამოჯამთელების ამბავია, იმედია, ხუთიანი მონეტები მაქვს და ორიანი თასები მაქვს და მონეტების მეფე მაქვს ამის შემდეგ უკვე ხო? ანუ პარტნიორი ჩდება დედოფალი მონეტების დედოფლის. რაღაცა კონკრეტული განხეთქილების შემდეგ, რაღაცა კონკრეტული დისტანციის შემდეგ ხდება დაკავშირება, შეკავშირება ერთმანეთის, ანუ პაუზის მერე ხდება ადამიანთან დაკავშირება. ეს ადამიანი შემოდის თუ შენ მიდიხარ ამ ადამიანამდე, ამათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში საქმე კარტი მეუბნება, რომ აშკარად ერთნაირი გზნობა გაქვს, აშკარად ერთნაირი სურვილი გაქვს, თუნდაც იმის, რომ აი ესე რომ მოგცეულიყავით, ნეტა როგორ გამოვიდოდა, შეიძლება ეგ პოზიცია გქონდეთ ორივეს, უბრალოდ ის მომენტია აქ, რომ რომელი გადადგავს უკვე ნაბიჯს და რომელი იქნება ის ადამიანი, ვინც
პირველი გაამხელს ამას და აქ გაამხელს არაფერი ისეთი არ არის, ანუ ეს ის ინფორმაცია არ არის, რომელსაც რომელიმე სულად გამოიყენებთ, ხო? ანუ შენ თუ გინდა რომ ვიღაც გადადგენა ბიჭი, თავისუფლად შეგიძლია გადადგენა ბიჭი და ის ადამიანი ამას სულად არ გამოიყენებს, უბრალოდ ადგებით დაილაპარაკებთ, შეხედავთ, რამდენად მართლა და გულწრფელად და სწორად გინდათ და კარგად გინდათ რომ გამოგივიდეთ ის რაღაცა, რაც ჩაიფიქრე, ხო? და ამ ადამიანსაც თუ მსგავსი აზრები აქვს და აქ ჩანს რომ მსგავსი აზრები აქვს ამ ადამიანსაც ორიანი კაცი მაქვს, უბრალოდ რაღაცა იქნება, რაც ეხლა ამ ეტაპზე რო ცადოთ, ანუ უბრალოდ დრო არ იყო მაშინ რაღაცის და ეხლა არის დრო უკვე. კი ბატონო, ნახოთ რა უნდა იცოდეთ მერწყვილმა კიდე. კი ბატონო. 6-იანი მონეტები და 9-იანი ხმლები. ხო, ანუ ნახე, 9-იანი ხმლები და 6-იანი მონეტები, აქ მაგ რაღაცა შეიძლება ნერვიული ფონი გქონდეს ფულთან დაკავშირებით იმ მომენტში, რომ რაღაცნაირად რასაც იმას იღებ, მაგრამ რაღაცა მომენტში აი ეს გაცემის მომენტი გიძნელდება და მიღების პროცესიც რა თქმა უნდა მერე უკვე ნელი ხდება, ხო, შეიძლება ენერგია არ გაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ანუ ფულთან დაკავშირებით საქმეები რო აკეთო რაღაც, ну მაინც ამთარია ახლა ყველას გვინდა რომ გვეძინოს, ხო? ყველას გვინდა რომ გვეძინოს, განსაკუთრებით დათოს გვინდა რომ გვეძინოს, მაგრამ რას ვიზამ. ხო, ну ყოველ შემთხვევაში ეს არ არის, ეს უბრალოდ ნერვიულობაა და ამის გადალახვა ძალიან მარტივად შეიძლება. ამავდროულად კიდე აქ მაგ 4-იანი ხმლები, კვერთხები მაქვს დასის ბოლოში, რაც მეუბნება რომ რაღაცა კონკრეტული სტაბილური საძირკველი ეყრება რაღაცა შენს ცხოვრებაში, რაღაცა ნაბიჯების განადგმა გიწევს. ეს 9-იანი ხმლები, ეს anxiety, შფოთვითი რაღაცები რაც გაქვს, ხო? ამ შფოთვით ნაწილს მოიცილებ, იმიტომ რომ ის რაღაცა ნაწილი რაც შენ გაწუხებს, ამ რაღაცას ალაგებ, აწნარებ, ამშვიდებ და თუ ეს ეხება ადამიანთან ურთიერთობას, იმ ადამიანთან რა ალაგებს, საბოლოოდ ერკვევი რა ხდება, ანუ გაგძელებთ, არ აგძელებთ, თავ და ახალს მიიღებ, ანუ ხო ხდები, ანუ რაღაცები რაც გონებაში გღლის და ის მეცეზე პასუხს მაგ პასუხებს მიიღებ. ამ პასუხების მისაღებად იქნება, ანუ რაღაცა მომენტებში რა თქმა უნდა, შენგან იქნება აქტივობა საჭირო და იქნება რაღაცები, რაც შენგან დამოუკიდებლად შემოვა შენამდე, რომ პასუხები შენამდე მოიტანოს, ხო? ან შეიძლება უბრალოდ აქ ისმენ რაღაცა პასუხებს. ხო, ну, ყოველ შემთხვევაში ან შემირჩევა იქნება და გირჩევდი, რომ ეს რაღაცები, რაც გაწუხებს და გონებაში რაც გაქვს, უბრალოდ ადგი და გადადგა ნაბიჯი და გაარკვიო ადამიანთან, იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანთან გაქვს რაღაცა გასარკვევი, რომელიც საერთოდ არ არის პრობლემური იმ კუთხით, რომ რა პრობლემაა, ხო? ძალიან მარტივი რაღაცა არის და ნუ ყველა ადამიანი რაღაცას ვისმენთ და ყველა ადამიანი, ანუ ეს ადამიანი ვისთანაც გაქვს შეხება ენერგეტიკულად, ჩანს ისეთი ადამიანი, რომ მოსმენა შეუძლია და გარკვევა შეუძლია და თუ რაღაცა არის და რამე სურვილი, ან ფაქტია რომ ორივეს გააქვთ მსგავსი სურვილები, უბრალოდ დრო არ იყო. მაშინ ხო, ეხლა თავისუფლად შეგიძლიათ რომ გააკეთოთ რაღაცერის გაკეთებაც გინდოდათ, მარტივად. კი ბატონო. ნახოთ თევზებზე გადავალთ 17-30. მოგესალმებით თევზებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ, მოგესალმებით თევზებს, მოგესალმები. რა უნდა იცოდეს თევზებმა დეკემბრის ბოლომდე, რა უნდა იცოდნენ? And love. I am committed to practice of seeing the good in all things. უბრალოდ სიყვარულს პრაქტიკა უნდა დანერგო, იცი როგორ თხისგან, შეიძლება თხისგანთან კონდეს შეხება. რა არის აუცილებელი, უბრალოდ შეიძლება მორმა ენერგიამ უნდა იმუშაოს ამაზე, რომ დაინახო სამყაროში კარგი რაღაცები. და დანერგო ეს პრაქტიკა შენ ცხოვრებაში, რომ არის რაღაცები, რაც კარგია და ამ რაღაცებს უნდა დაუწყოთ ფოკუსირება. რომ სამყარო მიცოდეს შენ რა გაინტერესებს. სამყარომ რო იცოდეს შენ რა გაინტერესებს და უფრო მეტი გაჩვენოს. ეგ არის და ეგ. ნახოთ რა უნდა იცოდეს თევზებმა, რა უნდა იცოდნენ თევზებმა. მასმა ადამიანებმა რა უნდა იცოდნენ. King of Swords and 6-იანი მონეტები, ხმლების მეფე მაქვს, Tower-ი მაქვს, Ace of Wands მაქვს. 3-იანი ხმლები, High Priestess. როგორი ენერგია მაქვს? ხან ახლა მერწყულის ენერგია მომყვება, იმიტომ რომ მერწყულთან ეს ორი ენერგია საკმაოდ წამყვანი ენერგია იყო, მაგრამ დანიშნულობა არ აქვს, შეიძლება უბრალოდ ახლოს ხარ მერწყულის ნიშანთან, ანუ ადრე ხარ, ან თებერვლის ბოლოში ხარ, ან მარტის, ხო, თებერვლის ბოლოში ხარ, შენ ანუ ახლოს ხარ მერწყულის ნიშანთან დაბადებული. ბოდიში. გაციებული ვარ ისევ.
ან შეიძლება კორონა მაქვს. ნახე რაღაცა კონკრეტულზე გეფიქრება ისეთზე, სადაც ანუ აი ამ ყველაფერს რო ვაკეთებ მე ახლა და ენერგიას რო ვიღებ და რო ვდება ამ რაღაცაში, რა დამიბრუნდება შედეგი აქედან, ამაზე გეფიქრება რა. შედეგი აქედან არის შენთვის მოულოდნელი რაღაცა, მოულოდნელი ნაპერწკალი, მოულოდნელი საწყისი, და High Priestess and Three of Swords. ეს როგორი მომენტია, იცი რომ შენი ინტუიცია, რომელიც გეუბნება რომ რაღაცეები გამოვა, ის უფრო სწორია, ვიდრე რომელიც გეუბნება რომ რაღაცეები არ გამოვა. შეიძლება კი ინტუიცია მკითხოს რაღაცა არ გამოვიდეს და სწორი იყოს ეგ ინტუიცია, რომ ხო ეს რაღაცა არ გამოვა. ინტუიცია გეუბნება ამას. მაგრამ ამ შემთხვევაში რადგანაც ეს კოშკი მაქვს მოულოდნელი ეფექტი და მაქვს ნაპერწკალი და იდეა რაღაც ახლის დასაწყისის და სამიანი ხმები მაქვს და ეს High Priestess მაქვს უბრალოდ იცი როგორი მომენტი რომ შენი ინტუიცია იმედს გიცრუებს იმ ნაწილში რომ შეიძლება რაღაცა სიტუაციას უყურებ და გგონია რომ რაღაცა მაინც არ გამოვა და უცებ გამოდის ხო ხდება ანუ უცებ გამოდის გეუბნება შენი თავს ეუბნები რომ აი ხო ვიცოდი რომ არ გამოვა და უცებ რაღაცა გამოდის რაღაცა კარგი გამოდის შეიძლება მუშაობას იწყებდეს ან მე რვიანი მონეტა მაქვს მუშაობა მაქვს და The Magician მაქვს ანუ მაგის კარტი მაქვს ან შეიძლება ვთქვათ მანიფესტაცია მუშაობს შენი რაღაცა გინდა რომ გამოვიდეს და ეს მანიფესტაცია მუშაობს კარგი რა უნდა იცოდეს თავზებმა ექვსიანი მონეტა ისევ რასაც გასცემ იმას მიიღებ. სამიანი თასები მაქვს და ისო შენი ენერგია მაქვს High Priestess. ანუ რასაც გასცემ იმას მიიღებ. რასაც ჩადება ადამიანებში იმას დაებრუნებ 21-12 იყო ზუსტად ეგ. გაეცი მიიღებ. ჩადე საქმეში ენერგია დაგიბრუნდება შედეგი. ჩადე სწავლაში ენერგია დაგიბრუნდება შედეგი. ყველაფერს სადაც აკეთებ თავის შედეგი მოაქვს. კარგი შედეგი მოაქვს რაღაცას, რასაც აკეთებ. რა თქმა უნდა, ცუდ რამეს თუ აკეთებ, ცუდ შედეგს მოიტანს ახლა, ჰალელუია. მაგრამ ზოგადად ვამბობ. ახლა ამ შემთხვევაში შენ ყველაზე მეტად რაზეც გეფიქრება, რომ ღირს თუ არა ამ ადამიანთან კონტაქტი, ღირს თუ არა ამ საქმის გაგრძელება, ღირს თუ არა ამისი კეთება. ამ რაღაციდან კარგი შედეგი მოგდის რა. მოგდის. ნახოთ, თაზერმა რა უნდა იცოდნენ. The Chariot. Six of Cups. შეიძლება იყოს ეს მოგზაურობა, ან შენ გემოდიოდეს ვიღაცა, მეგობარი მოდიოდეს, სამყარო ახალი წრე, ინტერნეტში შეიძლება საუბრობ ვიღაცასთან, justice, მაგრამ რაღაც დოკუმენტები, ინფორმაცია მოგდის შეიძლება რომ ანუ დოკუმენტაცია ხელი გერმოსაწერი რაღაცაზე კონტრაქტზე ხო ანუ რაღაცა ახალ წრეს იწყებ ახალი წრე მოდის შენამდე ადამიანები მოდიან შენამდე ახალი გარემო მოდის შენამდე და უბრალოდ ამ რაღაცისთვის უნდა იყო მზად და უნდა მოიწია ინფორმაციები უნდა გამოერკვია უნდა ეცადო უნდა გაიგო რა არის შენ გარშემო რა ხდება შენ გარშემო არ დაგეზაროს ხო რა სულად ახალი წრე, სულად კარგი ლამაზი ენერგიები შემოდის შენამდე რაღაცა ინფორმაციას იგებ, რაც მნიშვნელოვანია შენთვის, ანუ შენამდე შემოდის ეს რაღაც ვიღაც ენერგიით მოდის ვიღაცა, რომელიც გაძლევს აი ამ მუხტს რა, რომელსაც არ ელოდებოდი ეს კოშკის ამბავი რაც ჰქონდა. ხო, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გექნება. ყველაფერი კარგად იქნება. თუ იმას გაგცურული პირად გასვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შემოხმიანოთ და მე მგონი რომ დავასრულოთ ჯობია. თუ რამე კონკრეტული ერთი მესიჯი კიდე ეს თავზებთან რაღაცა დამჩემდა ეს სხვა კარტი თქვათ მაინც. ჭორი კარტი თქვათ. რა უნდა იცოდნენ თავზებმა? Wheel of Fortune, that is for Bali. Okay. Sigudeles carte. Ace of Wands, imaz raსაც ვამბობდი. And the Empress. And the High Priestess. Honey, you're here. 9 of Coins. რვიანი მონეტა მქონდა 6-იანი, 7-იანი
არ მქონდა 7-იანი, იმიტომ რომ უკვე გაცემულ ენერგიაზე მაქვს დარდი, რომ ნამდვილად გამოიღებს თუ არა შედეგს ის, რაც გავაკეთე. და რომ გავაგრძელო რაღაცის კეთება, რა შედეგს გამოიტანს, ამის შიშ მქონდა. ცხიარი მონეტა. კარგი შედეგი მოაქვს, როგორც ვამბობდი. უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ეგ არის პასუხი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. და ამაზე სანერვიულო არ გაქვს და აქ მეუბნება რომ რაღაცა კონკრეტული ტრანსფორმაცია ხდება შენი იდეის, რაღაცა აქამდე იდეა რაღაცა გქონდა, შეიძლება ამ იდეას მიყვებოდი და თვითონ უშუალოდ იდეის ტრანსფორმირება ხდება და უფრო მეტად იზრდება და შენი ინტუიციაც უფრო მეტად შენი ინტუიციაც აღარ ღალატობს, მოკლედ რა. და შიშიდან არ უყურებ რაღაცას და უყურებ სიყვარულის თვალებით. მოკლედ ლამაზ ადამიანებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ და დროებით.